განახლებული სერვისი და დიზაინი, მასტერკლასი ბუხართან, ტურპაკეტები და განსხვავებული კერძები. ეს ტიფლისის სავიზიტო ბარათია. ახალციხეში ასპინძის ქუჩაზე მდებარე 23 ნომრიანი სასტუმრო სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობს. ინფოტურის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ახალ პროექტებსაც ჩაეყარა საფუძველი. Отель выдержан в определенном стиле, он уютный, он сразу погружает тебя в какое-то ощущение комфорта и отдыха. Мы два направления в себе совмещаем, поэтому обоюдный интерес как с точки зрения туров, туристов, так и с точки зрения рабочих поездок, конференций. Плюс у нас есть наш авторский проект, мы его делаем в крепости Рабат. Это наша игра, тимбилдинг, и тогда группа обязательно должна приехать в этот регион и обязательно должна здесь остаться. Это каждый делаем мы вне времени, это круглый год, и это такой достаточно крупный проект на разное количество людей. Эта игра называется «Золото крепости», то есть наши команды в крепости Рабат добывают золото. Соответственно, у нас есть теперь где наших гостей в этом регионе останавливать, кто хочет поиграть в эту игру. კალიფსო ტრეველთან პარტნიორობის გარდა კიდევ სხვა თანამშრომლობასაც ჩაეყარა საფუძველი. ინფოტურის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, რომ მომავალი პარტნიორობა კიდევ უფრო მჭიდრო და გრძელვადიანი იქნება. ტიფლისი ახალციხეში 2016 წელს გაიხსნა. დღეისათვის სასტუმრო 40-მდე ტურისტულ სააგენტოსთან თანამშრომლობს. ტურისტებს ძალიან მოწონთ ეს სასტუმრო, რადგანაც ძალიან თბილი პერსონალი არის, ძალიან კარგი ადგილმდებარეობა არის. და რა თქმა უნდა, ფასი შეეფერება თვითონ ამ სერვისს, რასაც გვთავაზობს ტიფლის ახალციხე. აუცილებლად ვითანამშრომლებთ მომავალშიც. პირველად ვარ სასტუმრო ტიფლისში. ძალიან მომეწონა სისუფთავეც, სილამაზეც და ყველაფერიც. შარშან მყავდა აქ ტურისტები, ჯგუფი იტალიიდან. ჩამოვიდნენ ძალიან კარგი ემოციებით, რაც მithხრეს, რომ ძალიან გემრიელი სამზარეულო აქვთ. ტიფლისის 2019 წლის გეგმებში ბევრი სიახლეა. სასტუმროს მფლობელი ფიქრობს, რომ წელს მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი არჩევანი აქვს. ტიფლისი ჯამში 100-მდე სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოსთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, სახელმწიფო დაწესებულებასთან და კერძო პირებთან თანამშრომლობს. ჩვენი სასტუმრო, მე ვფიქრობ, რომ განსხვავებულია ახალციხეში მდებარე სხვა სასტუმროებისგან, თუნდაც ჩვენი ინტერიერით გარეთ ეზოთ გვაქვს ულამაზესი ფანჩატურებით, რომლის ანალოგიც ახალციხეში არ არსებობს. გვაქვს განსხვავებული სერვისები სხვა სასტუმროებისგან, ოთახის აღჭურვილობა და ასე შემდეგ. ყველაზე ძირითადი განსხვავება ალბათ არის ინტერიერში. ვცდილობთ კიდევ სერვისების გაუმჯობესებას სამომავლოდ. ჩვენი სასტუმრო გამოირჩევა კერძებით, მესხური კერძებით, რომელსაც თავაზობთ ყველა მომხმარებელს, მოთხოვნისამებრ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობთ ადგილობრივ ფერმებთან და ჩვენთან კერძები მზადდება აბსოლუტურად ახალი პროდუქტით, ბიოპროდუქტით. დაარსებიდან დღემდე ტიფლისმა 8000-მდე მომხმარებელს უმასპინძლა. სასტუმრო ორი ძირითადი მიმართულებით აპირებს მუშაობის გაგრძელებას. ერთის მხრივ საქმიანი შეხვედრებისთვის მსურველებს თანამედროვე საკონფერენციო დარბაზს თავაზობს, მეორეს მხრივ ვიზიტორებს რეგიონის ღირსშესანიშნაობებს ტურისტული მარშრუტებით გააცნობს. Здравствуй, Ахалцихи, и здравствуй, отель Тифлис. Чудесная гостиница, чудесные номера, гастро-тур вообще для нас удивительно. И, конечно, будем советовать своим друзьям.